კოსტა სანიკიძეზე თავდამსხმელი ბრალის წარდგენის მოლოდინშია გამოძიება 25 წლამდე კაცს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. მომღერალს და მსახიობს საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს გუშინ დაეცხნენ და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მუცლის არეში მიაყენეს. როგორია კოსტა სანიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თუ საუბრობენ ოჯახის წევრები და ახლობლები მოტივის შესახებ ნატა ჭელიშვილი დეტალებით. კოსტა სანიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის არის დამაკმაყოფილებელი და ის უკვე რეანიმაციული განყოფილები და მკურნალობას განაგრძობს პალატაში, რაც შეეხება შემთხვევას კოსტა სანიკიძე გუშინ მის გამთენიისას მის საცხოვრებელ სახლში 25 წლამდე გიორგი გველესიანმა დაჭრა და მან კოსტა სანიკიძეს ცივი იარაღით მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. შემთხვევიდან უკვე მეორე დღე გავიდა, თუმცა რა გახდა ამ სისხლიანი გარჩევის მოტივი, ამაზე ვერავინ ვერ საუბრობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კოსტა სანიკიძეზე სავარაუდო დამნაშავემ თავდასხმა სცადა. მსგავსი შემთხვევა მოხდა რამდენიმე ხნის წინაც, თუმცა მაშინ სავარაუდო დამნაშავის კოსტა სანიკიძის საცხოვრებელი სახლი შეეშალა და ის შემთხვევით მეზობლის საცხოვრებელ სახლში შევიდა. თავად 25 წლამდე მამაკაცი კი სამართალდამცველებმა კოსტა სანიკიძის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მდგომარეობა სტაბილურია, უკვე საპალატო სივრცეში გადადის პაციენტი, ასე რომ სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრა. შემოვიდა გამთენიეს 19 ნოემბერში 22 წუთზე. გუნკერდის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა, თორაქიურგის მიერ ჩატარებული იქნა ოპერაცია, მოთავსდა პაციენტი პოსტოპერაციულ სივრცეში, იყო საკმაოდ ესეთი მძიმე შემთხვევა. ვინ დაჭრა ხო არ იცი? რამდენი ჭრილობა აქვს აქ მოხდა ხო ამ სახლში? და რა სამბობელი ისე მეზობლები რა რატო? არავინ არ იცი. ეს ვიღაც სავარაუდო დამნაშავე ადრეც ხო იყო აქ მოსული? და მაშინ რა მოხდა? შეიშალა სახლი და ისე სახლში მეზობლები შევიდა? და მაშინ ვერ დააკავეს ხო პოლიციელები? ეს ბიჭი დამნაშავე ვინც დაჭრა ადგილზე დააკავა პოლიციამ გუშინ თუცით. დაახლოებით რამდენი ჭრილობა ჰქონდა? არაფერი აი რას ამბობა. რატო დაჭრეს ან როდის? არაფერი არ ვიცი. სწორედ დღის ბოლომდე წარუდგენს 25 წლის დააკავებულ პირს პროკურატურა ბრალს და სწორედ ამის შემდეგ სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე. იმ მსჯელებს მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ კოსტა სანიკიძე გუშინ გამთენიისას მის საცხოვრებელ სახლში დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობით მუხლით დაიწყო.